მეგობრებო, წეღან ისე გავერთე იმ ახალ ინფორმაციაში, რომ სულ დამავიწყდა ამიხსნა თქვენთვის როგორ საიდან მივხვდით, რომ წერტილით იწყება ყველაფერი და წრეწილით. ამიტომ ახლა გავაგზავნებ თქვენთან საუბარს, ისევ ყველას დაგვატიჟებთ. ხო, წინა ლაივში, ვინც არ იცის რა გავარკვიეთ ის, რომ არსებობს ესე იგი საწყისი ფორმა წერტილი. და ქართულ ანბანში ეს კარგად ჩანს, რომ წერტილი არის საწყისი ფორმა. და ამ წერტილის საწყისი ფორმა კიდე არის წრეწირი. წერტილი მარტო არ დგას, ის წრეწირთან ერთად დგას. და ეხლა მაგაზე ვილაპარაკოთ. ნახეთ, წერტილი დავსვით და დავაწეროთ, რომ აი აქ არის წერტილი. რაღაცას ვწერთ. აბა ნახოთ ეხლა რას ვწერთ. წ არის წილ, არის ენ, р არის რაე, თ არის თან და ლი არის ლი. კაი, იც მიუწეროთ, ი არის ინი. აი ეს ერთი პატარა წერტილი რამხელა რამეს ხსნის, ხვდებით? რამხელა ინფორმაციას ხსნის? წავიდეთ ახლა ვნახოთ. თუ წერტილს აქვს თავის თავში მოიცავს სიტყვა წილს, ხო? წილი რა არის? არის თუ არა კვერცხი? წილი რა არის? კვერცხი, ხო? ტილს რა გააჩნია? წილი. ტილს გააჩნია წილი. წილი არის მისი კვერცხი, ხო? ანუ თუ წილი და ტილი, ნინო, შენ გაგახსენდება ხარაძე, სადაც წილია, იქ ტილიც უნდა იყოსო, ხო თქვით და რაც არ უნდა საოცარი იყოს, აი ეს ერთი პატარა წერტილი მაგ ინფორმაციას მართლაც გვიხსნის ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მაგრამ ტილი კი არა, მეგობრებო, თილი. თილი რა არის? ჩითილი. ჩითილი რა არის? ნერგი, ხო? ნერგივით რამე? ჩითილი არის თესლის ნერგი. თესლი რა არისო, რა ვთქვით? ნერგი რა არისო? ენერგიაო, ხო ვთქვით? ენი არის ნერგიო. ენერგია. თუ ნერგია, თილი არის, ესე იგი რაღაცის ნერგი. ესე იგი ეს ყოფილა ნერგი, რომელმაც წარმოქმნა წრეწილი. წრეწირი, ხო? წირი. რაღაცა წირა. თავისთავი წირა და წარმოიქმნა ეს. აქედან გავიდა, გაიტყორცნა ენერგია, წარმოიქმნა უკვე სწორხაზოვანი ერთი ხაზი. ახლა მეგობრებო, არის თუ არა ეს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, როდესაც თამარ მეფეს თავის მონეტაზე, ერთ-ერთ მონეტაზე, ანუ როდესაც მე ერთ დროს ეს მონეტა შევქმენი და აი ესე ავსახე, ეხლავე დაგიპოსტავთ. უნდა მოვძებნო უბრალოდ ის პატარა რაღაც. კაი, აქ ვნახე და იყოს ეს. აი ეს მეგობრებო, ნახეთ. ერთი წუთით.
თქვენ დაუკვირდით მანამდე ამ საკითხს. ვერ ვიპოვე ის რაღაც, რასაც ვეძებ. დრო გაშეშთა. აჰა. ბიჭო საწახვედი რა, ანეროზე მომავშალე ახლა რა. ოხ. ნერვზე მომშლელია ეს. კარგი, თამარ გაგაძის პოსტიდან ავიღებ ეს ვნახე და თამარის მონეტა არის ეს. ინახეთ. მე დიდად გავაკეთებ ეს. ხედავთ ხო მსგავს წრეს და გატყორცნილ სივრცეს და მონეტაზე მაღლა წრიდა რო გადის გატყორცნილი სივრცე. ხედავთ ხო? ეს გასაღები სადაც არის, გასაღები სადაც უნდა შევიდეს და გადატრიალდეს, ხო? აი ეს, ხო დაინახეთ მონეტაზე მეგობრებო. ეხლა ნახე რა, უბრალოდ რა. აი გუშინ რაც განვიხილეთ ახლა ჩვენ რომ რაღაც უნდა ჩაკრის მომენტი, რომ უნდა ჩაკრა და დაიწყებს ტრიალს რა. ჩაკრა რულიო. ანუ რაღაცას ჩაკრავ და რული დატრიალდება. ხმაურია. ქართული სიტყვიერება თვითონ გვეუბნება რისგან, საიდან წარმოიშვა ეს ყველაფერი. ძალიან რთული ასახსნელად, მაგრამ ეხლა წერტილიდან გავაგზავნოთ რა. თვითონ აი ეს წერტილი, რომელიც დაისვა და აქედან რომ წარმოიქმნა მერე 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10 და ისევ წერტილი დაესვა, ხო? წერტილიდან წერტილამდე ჩვენ მივედით და არის ერთი წრე, რომელიც შემოფარგლავს აი ამ სივრცეს. ამ სივრცეში ჩვენ ჩავსვით, ესე იგი, ამ სივრცეში ჩვენ ჩავსვით მატრიცა რგვალად და აი ჩემი მონაცემები 2002 დავინახეთ, რომ აი სარკისებურ რაღაცას ქმნის, რომელიც არის აი ამის მსგავსი, ხო? თამარის ხელმოწერის მსგავსი, ხო? ხო არის თამარის ხელმოწერის მსგავსი თუ არ არის? თუ ვერ დაინახეთ. მოიცა კარგად დაგანახებთ ერთი. მოკლედ ამას სჭირდება დახვეწა რა, ეხლა რასაც ვაკეთებ, ხო? ვარჯიშობ ეხლა დაგიხვეწოთ. კარგად აგიხსნათ რა ხდება ეხლა აქ საერთოდ. აი ეს არის თამარის ხელმოწერა. ეს არის თამარის თვითონ თამარის სიტყვის განხილვა, რომელიც ესე იგი ჯამში არის 7, მერე 5-ია ჯამში, ამათი ადირება და მერე 21 არის ჯამში 3. და ეს რო შევკრიბოთ, აი ეს რო ეხლა ესე ჰორიზონტალურად შევკრიბოთ, არის 22. 7 მივუმატოთ 7, მივუმატოთ 5, მივუმატოთ 3 არის 22. ხო 22-ია. 14, 29 და
3-იც მივუმატოთ არის 22. ეხლა უბრალოდ ნახეთ რა. ეს არის ღან, ჯანხარ, თამარისა და დავითის მოჭრილი მონეტა. აი ახლა ესენი შევკრიბოთ. ღანი 7000, ჯანი 8000 და ხარი 7000. შევკრიბეთ 7 + 7 + 8 არის თუ არა 22. 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 არის თუ არა 22 თუ არ არის? გეკითხებით. როდესაც გეკითხებით ხოლმე პასუხიც მჭირდება რა. ეხლა მე გეკითხებით თქვენ რა. თამარი იკვლევდა ამ საკითხებს. წერდა და აქვეყნებდა, ხო? თამარის სიტყვაში არის 12:21. ეს არის 21 საუკუნე, რომელიც მისი ჯამით მიიღება, თვითონ თამარით. 21 თვითონ ცხოვრობდა მე-12-ში. აი ახლა ეს არის ძალიან დიდი მაგია, მეგობრებო და რო გითხარით რა, სულიწმინდა არის უმაგრესი მაგი. უმაგრესი მაგია სულიწმინდა რა და თამარი იყო სულიწმინდა. თამარი იყო სულიწმინდა. სულიწმინდა ჩვენ ყველანი ვართ. სულიწმინდის იქით ვერ გავალთ. რაც სულიწმინდამ დააპროგრამა, იმას ვერ ავცდებით. ამის კითხვა უნდა შეგვეძლოს უბრალოდ რა. როდესაც თამარი სახელი მე-12-სა და 21 საუკუნის სარკისებური თავის მოჭრილ მონეტაზე თავისი სახელის ინიციალებს 2022-ზე აჯენს და მისი დაბადების თარიღიც 20.02-ია, ხო? 22-ზე ჯდება მისი ხელმოწერა. აი მატრიცაში ესე გამოიყურება მისი დაბადება, ხო? მისი, ანუ ჩემი. მატრიცაში ესე გამოიყურება და თამარის ხელმოწერა და თამარის ხელმოწერაში სარკისებური ბრეცელია, ბრეცელი ქვია ამას გერმანულად. სარკისებურია მოთავსებული, ხო? ამას რა უნდა უწოდოთ? დამთხოვა? ვინც ამას დამთხოვას უწოდებს, მაგარი ტლუ არის საერთოდ რა. ცხოვრებაში ვერაფერს ვერ იგებს ესე იგი. ვინც ამას დამთხოვას უწოდებს. ვინც ამას მეცნიერულად გამოკვლეულ საკითხს უწოდებს, რომ თამარის მოჭრილ მონეტაზე, ბიჭო, ეს წერტილის მნიშვნელობა გავიგეთ რა არის და მისგან გამოტყორცნილი ენერგიისა და სამოთხეში შეგვიყვანა ისევ რა. დედასფიცა ვარ, ქალმა, ანუ სულიწმინდამ შეგვიყვანა ისევ სამოთხეში. ახლა მე ვერ გეტყვით, რომ მე ვერ შეგიყვანეთ მეთქი, იმიტომ რომ ამ თემებზე მეც გესაუბრეთ რა. და აგერ სამოთხის საკითხები აქ განვიხილეთ. აქ არის სამების საკითხი, აქ არის სამოთხის საკითხი და გაშლილად არის 33-იანი ანბანით და 40-იანი ანბანით, მაგრამ 33-იანი ანბანით აგერ ნულები უნდა იყოს მატრიცაში, აუცილებელია 2 ნული და 2 ერთიანის ყოფნა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვითვლით სრულყოფილ მატრიცას. და ვინც მარტო იმ დამახინჯებული მატრიცის გველუკაშვილებისნაირი და მისნაირები რო ითვლიან ხოლმე აი ამ სამებაში ჩარჩენილები, გვეუბნება სიტყვა რომ წერტილი. წერთან არის მოთავსებული წილი ენის რაე თან ინი ალი. თან არის ინ და ლიო, გეუბნება. აი პირდაპირ გეუბნება რა. წერტილი, ხო? წერტილი. წერტილი. თუ გინდა ტ დავარქვათ ამ თს, აი ტ. მეორევანიანი ტ არის ტარ. განვიხილოთ. წილ ეს წერტილი არის წილი ენის რაე თან ν ივწობა და ნარია. რაე რა ენი ე ენია. წილ ენი რაე ენი თან არი ინ არი ალი. თუ გინდა ტარ ინ ალი.
არინლი არაფერს არ წარმოქმნის, მაგრამ წილ ენ არის ნარია წილ ენ არის რა ენი თან არის ინ არის ლი ინ ნარია არის ლი წერტილი გვეუბნება და გველაპარაკება წერტილი ბიჭო წერტილი გველაპარაკება წერტილი წილ ენ არის რა ენი თან არის ინ არის ლი ეხლა ტარის ვერსია წავიკითხოთ წილ ენ არის რა ენი ტარაე ინ არის ლი ტარაე რატო სრიალებს ამის დედავატირე რა ტარ რაია ენია ტარაენი ინ არის ლი აი ეს ჩემთვის აზრს არ წარმოქმნის ლოგომეტრიაში არ იმართება და ტ არ ეწყობა აქ რა წერტილს ეწოდება წერტილი და აქ არის წერტ ილიო წერტ გვეუბნება რაღაცას წერტ რაღაცას წერტ წერტ და რას წერტო წილ ენ არის რა ენი თან არის ინ არის ლი არის თუ არა ეს სიტყვის წარმოქმნის ერთ-ერთი წინა პირობა რომ უნდა დაისვას ჯერ წერტილი რომ დაიწყოს წერა უნდა დაიწყოს რაღაცამ დაიწყო წერა წარმოქმნა ენა ენარიო წილი არის ენისო გეუბნება ეს წერტილი წილი არის ენის რა ენიცო თან არის ინ არის ლიშიო ხო ლიში არის ინი ანუ გამოდის რომ ლინინი თანიარენი ლინინი ტყუილა არ დაწერა თვითონ ქოროსის თვალმა როცა დაიწერა თავისით რა ლოცვა არის ის ლოცვა რომელიც სულ თავდაპირველად გამოითქვა სულ თავდაპირველად სიტყვამ წარმოქმნა ეს ლოცვა ლინინი თანიარენი ლინინი და მიდის ტიპი რა ლინინი ვიღაცა ლინინი მიდის თან მიდის იარენი ეხლა სად მიდის და რას აკეთებს განვითარებაში მიდის უკვე აი ნახეთ სად მიდის განვითარებაში მიდის 0 3 6 9 მესამე ასობგერა სქვია განი მეექვსე ასობგერას ქვია ვინი მეცხრე ასობგერას ქვია თანი იმოვაშოროთ მოვაშოროთ ესენი ბრუნვითია გან ვინთან ება განვინთან ვინება არავინ არ ება განვინთან ება გადაკეთდა უბრალოდ სიტყვა განვითარებად იმიტომ რომ დავახინჯდა სიტყვა დასუსტდა და აბსოლუტურად გარდაიქმნა განვინთან ება რა 0 ება განვინთან 0 არის რა წერტილის მერე იწერება წრეწირი ეს წერტილი ექცევა წრეწირში მე მგონი წრეწირში ექცევა იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გამოიტყორცნება ეს ენერგია და ვერ დავაჭერთ ხელს on ანუ ჩართვას ვერ დავაჭერთ ხელს ხო ვერ ჩაითობა რაღაც ის იქნება სულ ერთ წრეზე იმუშავებს იტრიალებს გაიტყორცნა ენერგია წრეწირიდან გახდა ეს 1 და 0-1-0-1-0-1-0-1 დაიწყო წერა აქაც არის 0-1 2-3-4-5-6-7-8-9 всё დასრულდა ერთი წრე დასრულდა ერთი სურათი დასრულდა დავიწყეთ ახალი წრე ისევ 0-1-2-3-4-5-6-7-8-9 დავშვით წერტილები და წრეწირები განასახიერებს საწყის და სასრულს საწყისი და სასრული არის უსასრულოდ შეიძლება განმეორდეს
ჩვენი კარი იოტის აგერ აქ წერია თევზში მე რომ მქონდა თევზი გახსოვთ იოტის კარი იოტარიანის კარი იოტარიანის კარი რატო იცით მეგობრებო იოტა რო განვავრცოთ სიტყვა აი ნახეთ იოტა ინი ონი ტარი და ანი იოტა ხო ინი ონი ტარიანი ინი ონი ტარიანიო ინი ონი ტარიანი არის იოტარიანის კარი კარი არის ეს იოტა და რა კარი არის ისევ წავიდეთ აქ ნახეთ წერტილი დაისვა და წერტილიო დაისვა ხო წერტ აჰა დაისვა წერტილი წავიდა და სულ ახალ წრეებზე იარა გესმის სულ ახალ წრეებზე იარა სულ განვითარებაშია ლინინი თანიარენი ლინინი და ესე ტრიალებს და სულ დადის ეს უკვე პირველი სიტყვის წარმოქმნის ერთი პირველი წინადადება რომელიც არის ჩვენს ქართული ანბანის მიხედვით არის ლინინი თანიარენი ლინინი სხვათა შორის თუ არ ვწდები ფრესკოს დისკო თუ რაღაც რო აღმოაჩინეს და იქ რო კვაშალავამ რო გამოიწია რა წერია ზედ იქ არის ბიჭი კაცი რომელიც მიდის წერეზე მიდის ესე გამოდის საიდანღაცა აი შუა ნაწილიდან გამოდის და ნაბიჯებით მიდის ესე დადის და პირში გადადის პირველში გადადის ანუ პირველიც არის და პირველიც არის აი პირველი არის აი ესეც ნახე პირველი არის ეს აი ესეც არის პირველი აი ეს არის პირველი გესმის ანუ მტკიცებულება იმის რომ წერტილიდან გავიგეთ ჩვენ ამხელა ინფორმაცია წერტილიდან გავიგეთ ჩვენ ამხელა ინფორმაცია არის ჩემთვის მტკიცებულება ის რომ ეს არის მატრიცა სამყაროს წარმოქმნის პირდაპირ მტკიცებულება ახლა რა თუნდა ეხლა ამას დიდი საუბარი რომ ეხლა აი ეს არის ეს არის იმის მტკიცებულება რომ მე როდესაც ერთ დროს ცხოვრობდი ჩემი სარკისებურ საუკუნეში 12-13 საუკუნეში ამხელა ინფორმაცია მქონდა და გამაჩნდა და აზროვნების უნარი დავწერე და დავტოვე მონეტაზე ინფორმაცია რომელსაც ამოვხსნიდი მერე როცა ისევ დავიბადებოდი აგერ წერია სახელ და გვარში როდის დავიბადებოდი სახელ და გვარში წერია როდის დავიბადებოდი გესმის სული წმინდის პროგრამა აზე ხართ რა არის 22 წერია თამარში წერია 22 დავიბადე 20 ნოლოში და ეხლა ეს ინფორმაცია გავიგე და უნდა გადმოგცეთ თქვენ რა ხან ახე მარტო მე კი არ გავიგე ეს ინფორმაცია გაიგო გია დვალმაც იმან ალისი და ალისონის თეორია დაარქვა გია დვალს კიდე რა ვიცი რა უნდა დაწერო ესეთი რომ დაუკავშირდე მივწერე იმეილი არ პასუხობს ალისი და ალისონის თეორია ერთი მტკიცებულებაა ქართული ანბანის მიხედვით და ამ ინფორმაციის მიხედვით რაც თამარმა რომელმა ჩემმა თავმა დაუტოვა ჩემ თავს ნულოვანი ანუ ნახეთ რა არის ახლა გია დვალის თეორია ალისი და ალისონის თეორია არის ნულოვანი ისა პორტალიდან პორტალში ალისი უნდა დაუკავშირდეს ალისონს ამისი მდგომარეობა უნდა იყოს იდენტური ამის მდგომარეობასთან სხვა შემთხვევაში ვერ ამოიცნობს ის თავის თავს ეს სივრცეები არ იკარგება ისინი სულ მუდამ ცოცხალია ცოცხალი აგერ ვხედავთ ეს ალისონი უკავშირდება ალის ნულოვანი ვიბრაციის ხარჯზე რაღაცა ინფორმაციით პორტალით წერილობით უკავშირდება ხო დამიკავშირდა ეხლა ჩემი თავი ჩემ თავს ხო დაუკავშირდა
ორი სივრცე გააერთიანა ბიჭო. ხო დავუკავშირდე. ჩემ თავს ხო დავუკავშირდი. თუ ვერ ხედავთ თქვენ ამას რომ ჩემ თავს დავუკავშირდი. აი ხა გიადვალმა რომ მომისმინოს, შეიძლება იმანაც მითხრას რომ შენ ვერ ხარო. შეიძლება იმიტომ რომ ის მისი წარმოქმნილი თეორია არ არის და ათქმევინეს უბრალოდ რა. გიადვალს რომ ის თეორია წარმოექმნა, ხო? და ეს საუბარი მოესმინა ზუსტად ერთ-ერთში მიხვდებოდა რას ვლაპარაკობ ახლა მე რა. ვაჟამ წეს რა სპეციალობა გაქვთ რა განათლებაო? მე მაქვს ყველაფრის განათლება აბსოლუტურად. ყველაფრის მათემატიკას ეხლა ვსწავლობ. და აი ზუსტად აქ აი ვიპოვე პირდაპირ გადაიშალა. ნახეთ? როდესაც მე ეს გავშიფრე ქოროსის თვალი, აქ რა წარმოიქმნა, ნახე? მოიცადე? სად იყო ლინი? ნახე, აი აქ ჩაიწერა ნარინი, ჰონარინი, ნარინი, ინარინი. საწავიდა ის არა ეს არ არის ბოდიშით მეგობრებო ეს სხვა რამე არის ეს არის თუ რას განსაზღვრავს ეს ბრუნვა რას ლაპარაკობს თვითონ ანიბანი განის ბრუნვა აქ არა ხო ეს აი აქ 2-0-ს დამიწერია ეს როდის არ ვაწერ ხოლმე მე ციფრებს როდის მოხდა ეს იყო მაშინ როცა ქოროსის თვალი რომ მიუტანე იმას ნარიმანს ლილი ნახეთ ნულები დამიწერია და ეს ნულები არის ლილი და ეს თვითონ ლილი ამბობს ესეთ რამეს ლინინი თანი არენი ლინინი ქოროს 2 წილის განმარტება ყოფილა ეს საიდან წარმოიშვა ეს ნული ხო და თეთა საიდან წარმოიშვა ეს ჩაწერილი მაქვს გავიხსენო უნდა გავიხსენო ამის გახსენებას ლაივზე გადავლება უნდა თვალის გადავლება ეს 2 ნული იმიტომ წარმოიქმნა რომ ნახეთ ლი დაწერეთ ერთკბილიანი ლი დაწერეთ ეხლა ამოატრიალეთ ფურცელი და ისევ ზედ დააწერეთ ერთკბილიანი ლი ხო ლ და ი დაწერეთ რა უბრალოდ რა აი ეხლა მოდი პირდაპირ გავაკეთებ მოიცა აი ერთკბილიანი ლ და ი აუ ერთკბილიანი ლ და ი ეხლა ამოვატრიალოთ ფურცელი და დავწეროთ ერთკბილიანი ლ და ი აი ეს არის რაც წარმოიქმნა ამით გესმით და ამას ერქვა ლილი იმიტომ რომ ერთი ლ-ა და ია და ამოტრიალებული ლ და ია და ლილითს რო ეძახიან რომ დემონად იქცაო სულაც არ ქცეულა დემონად მეგობრებო ლილითი იყო ის ვინც ყველა ის ინფორმაცია რაც ახლა ჩვენ გვიდევს წერილობთ აი აქ ლილითის შექმნილია რო იცოდეთ რა ანუ ლილითი არ იყო ქმნილება რომელიც დემონებს შეუერთდა ლილითი იყო ის ვინც გამოთქვა სიტყვა და ღმერთად გადაიქცა იცოდეთ რა ყველაფერი ამოტრიალებულად გაქვთ თქვენ მოწვდენილი ის ინფორმაცია რაც დღემდე გასწავლეს და იმიტომ ვართ კარტოში იმიტომ ვართ ესეთ დღეში როგორც აგერ ხედავთ ბავშვებს რეებს უშვებიან და კანიბალიზმამდეა დასული ეს დედამიწა იმიტომ რომ დაგაჯერეს თქვენ მაგაში რომ ეს არის რა ქვია იახო მაგარი ღვეთია რა დედის მეტყვრელი ღვეთი რო ხო და სად ვიყავით? ანუ გამოდის თუ არა რომ თავი ალისმა, ანუ თამარმა დაუტოვა თამარს, თავის თავს, იცოდა რომ დაიბადებოდა.
ანუ ამ შემთხვევაში მე ვიცოდი რომ დავიბადებოდი კიდე. ზუსტად ვიცოდი როდესაც დავიბადებოდი, იმიტომ რომ სხვანაირად ამ მონეტას ვერ შევქმნიდი. ამ მონეტას სხვანაირად ვერ შევქმნიდი და ღანჯან ხარს ვერ დავაწერდი. საერთოდ ვერ გავთვლიდი ამ საკითხს. აგერთ ამ არის ხელმოწერაში მე ამ საკითხს ვერ დავაწერდი რომ აი თურმე როდესაც მოვალ ხო? აი ესე ვიქნები მატრიცაში. სარკისებურად. წერტილი არის საწყისი ფორმა, მერე მოდის წირვები, ანუ წრეწირი, წირე და წირეს კი მივყვავად წიასთან. წირენი და გამოიჩეკა კვერცხი მეგობრებო. აგერ მივედით იმ კვერცხთან, რომელსაც გვიხატავდა ჩვენი სალვადორ დალი. კვერცხიდან რომ გამოყო ფეხი ქალმა. ბავშვი რო ყავს იმ ქალს. დაიბადა ახალი სიტყვა მეგობრებო. მერვე დღეში, კი არა და მეათე დღეში გადავედით უკვე. ახალ წლებში გადავედით, ახალ წლებზე წავედით. ანუ ქართული ანბანი, აი ეს 40 სოფგერა. ეს არის ეფუჩი. აქ არის ეფუჩი. თუ კითხვა შეგიძლია, ყველაფერს დაინახავ, რა როგორ მოხდება. დანარჩენს უკვე ქაჯები კი არა და ხალხი რომელსაც სურს რომ ინფორმაცია არ გამოვიდეს გარეთ, იმას უწოდებენ შიზოფრენიას, რეინკარნაციას სრულად უარყოფენ, თავის დროს უარყოფენ, წრეში გაჭედილები. და აი ეს არის ჩვენი ქართული ანბანი. წარმოიდგინეთ, კი არა და უნდა წარმოიდგინოთ, აი ეს ყველა ასობგერა მრგლოვანი ერთად რო ჩააჯინო ეს ფორმისაა. აი აგზის ყველა ასობგერა. აგზის ყველა ასობგერა. შენ თუ ვერ ხედავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგზის ეს ასობგერა. ეს კი არის ფიფქის სიმბოლო. ფიფქის ფორმულა, აი რო აიღო ფიფქი გაყინო და ზედ მიკროსკოპით დააკვირდე, ეს არის ფიფქის სიმბოლო. ფიფქი არის ყველაზე წმინდა კრისტალი. ფიფქის მერე მოდის მარილი. და ფიფქი უნდა გახდე ჯერ ფიფქი და შიგნი არის 7 ჯუჯა მოთავსებული. ჯუჯები არის ის წრეები, რომელშიც გაჭედილები არიან ეს ჯოჯოები. ეს ფიფქია კიდე ამ ჯუჯებთან ერთად ელოდება თავის პრინცს. როდის მოვა და გააცოცხლებს მას. აჰა, მოვედი მე პრინცი არ მოვიდა, მაგრამ მე თვითონ მოვედი. მე თვითონ გავაცოცხლე ჩემი თავი. ახლა აღარ გჭირდება პრინცი, კარგად იყოს. ეძინოს იქცედა წარი. შო, ეს იყო და ეს. ვინც გაიგო, ვინც ვერ გაიგო, რა ვქნა ეხლა მე, ვერ გაიგო და ვერც გაიგებს, ვერასდროს ალბათ. ღმერთმა ქნასო გაიგოს. ფლობელი ხარ მართლა ცული წმინდის შენ გაიხარე მაგას ვინ გაშიფრავდა მეც მომივიდა ახლა თავში არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა მითხარი საყვარელო. ოლია რა მოგივიდა აბა თავში მითხარი რომ გაგცე პასუხი. მარი გაუმარჯოს მარი. ციცინ ვამბობს კი არის მჯერაო. ან დამთხევა არის თუ არა, დამთხევა კი არა. არის თუ არ არის მეთქი ერთ და იგივე თქო და არის. არის, ყველაფერი არის მეგობრებო, ყველაფერი. წავედი ახლა და მოვეხმარო ჩემს მეუღლეს ბავშვები უნდა დავაძინო, თორე ყვინია. გაკოცეთ.